დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი მხარს უჭერს 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას ქვეყანაში. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, მოუწოდა კანონმდებლებს, რომ შეიმუშაოს შესაბამისი კანონპროექტი, თუმცა ამავდროულად მშობლებს დაუტოვონ საშუალება მისცენ უფლება თავიანთ შვილებს შექმნან სოციალური ქსელები, როდესაც ისინი უკვე მიაღწევენ 13 წელს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როგორც ცნობილი არის, აკრძალულია სოციალური ქსელების ანგარიშის გახსნა 13 წლამდე, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც დანიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ეს წესი სათანადოდ არ მუშაობს და უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები ქმნიან სოციალურ ქსელში ანგარიშებს 13 წლამდე. ფრედერიკსენმა პარლამენტის წინაშე განაცხადა, რომ ბავშვები ხედავენ ეკრანებზე იმას, ისი დანახვაც მათთვის არ შეიძლება. ამასთან განმარტა, რომ სოციალური ქსელების ერთ-ერთი მიზეზი მზარდი დეპრესიისა და შფოთვისა ახალგაზრდებში ჩვენ ურჩხული გავათავისუფლეთ, ასე უწოდებს ის სოციალურ ქსელებს. აღსანიშნავია ის, რომ დანიის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ სოციალურ ქსელებს გულისხმობს და რომელ ონლაინ პლატფორმებზე იქნება ლაპარაკი უკვე კონკრეტულად კანონში. ეს წინადადება პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის სექტემბერში უკვე მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც დაწყებით კლასებში აიკრძალება დანიაში მობილური ტელეფონების გამოყენება. ცნობისთვის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო მსგავსი კანონი უკვე არის ავსტრალია. გასული წლის ნოემბერში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების არსებობა, სოციალური ქსელების ანგარიშის გახსნა აიკრძალა. ამ კანონის მიხედვით ძირითადი ფოკუსი არის თვითონ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებსაც ეკუთვნის ეს სოციალური ქსელები. თუ ისინი არ მიიღებენ შესაბამის ზომებს და ბავშვები გააგრძელებენ სოციალურ ქსელში ანგარიშების გახსნას, სერიოზული ჯარიმები დაეკისრება ტექნოლოგიურ კომპანიებს.